ხსენებათ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შედეგად ბევრი პატიმარი გათავისუფლდა და მათ მიმართ გამოვლენილი ყურადღება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ეს ბუნებრივი ამბავია, ამის პრეტენზია არავის არ შეიძლება კონდეს, რომ კრიმინოგენული ვითარების სტაბილურობის შენარჩუნების გამო მათ მიმართ იყოს გამოვლენილი განსაკუთრებული ყურადღება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იყვნენ ეს ადამიანები გარკვეული მძევლების მდგომარეობაში, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, რომ თუ რაღაცა გაუხსნელი საქმე მოხდა და დაფიქსირდა პოლიციაში, რომ ისინი იყვნენ განტევების ვაცები და აი ძალიან ადვილი იყოს მათზე ამ დანაშაულის დაბრალება. ჩვენ სულ ახლახანს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გვინდა მოგახსენოთ, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. 21 წლის ახალგაზრდა ლაშა მაჭავარიანი გათავისუფლდა ამნისტიით პატიმრობიდან, 4 წლიანი პატიმრობიდან, არასრულწლოვანების დროს ჰქონდა მას ჩადენილი, სისხლის კოდექსის 179 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და 5 მარტს, ანუ თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, მოხდა ტაქსის მძღოლის ერთ-ერთი პიროვნების დაყაჩაღების ფაქტი ნუცუბიძის ქუჩაზე და ამ ადამიანს, უბრალოდ ეს ალბათ უფრო დაყაჩაღების მცდელობა იყო, იმიტომ როგორც ეს მძღოლი აღწერს, 4ჯერ არის ეს მძღოლი დაკითხული, იმავე ღამის 12 საათი ხდებოდა, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, 5 მარტს იმავე ღამეს არის დაკითხული, შემდეგ 8-შია დაკითხული, 28 მარტს არის დაკითხული და 15 აპრილს 4ჯერ არის ეს ადამიანი დაკითხული და 4ჯერვე ძირითადად ერთი და იგივე ჩვენებას აძლევს, თუმცა შემდეგ რაღაცა კორექტირებას აკეთებინებენ იმისათვის, რომ მიაახლოვონ ეს ჩვენება აი ამ 21 წლის ლაშა მაჭავარიანს. რაშია საქმე? ეს კაცი ყვება, რომ მე სადღაც ორთაჭალისკენ ჩამიჯდა კლიენტი 22-დან 30 წლამდე ასაკის, გზაში ლაპარაკობდა, რომ მას ყავს 2 შვილი, რომ მძიმე მდგომარეობა აქვს, რომ უჭირს ძალიან, ფული ჭირდება და უკვე მიმიყვანა ნუცუბიძეზე და ნუცუბიძეზე როდესაც მიმიყვანა, იქ მომთხოვა თანხა. მე 12 ლარის მეტი არ მქონდა, გაუწოდე, მან მითხრა ეს რა თანხა, არაფერი ეს არ არის, მე იმდენი ფული ჭირდება, ჩემი ხელში ატრიალებდა დანას. ეს დანა არც მოუდია, არც დამოკრები, არაფერი, მაგრამ ბუნებრივია ეს მუქარა. და ამ დროს მობილური ზარე გაისმა, მობილური ჩვენ პოლიციას ხო არ შეატყობინეო, ეს შეეშინდაო, იმას ქნა მაჩვენე მობილურიო, ამოწმებდა მობილურცო, ამ დროს ეს ჩაუვარდა ქვემოთ ეს დანა და რომ დაიხარა, მე ეს გავაღე კარი და გავიქეცი. და ამის შემდეგ ჩავიდა იქ პოლიციის განყოფილებაში, მანქანა გააჩერა, პოლიციელები აყვნენ, მანქანა ადგილზე დახვდა, ის მობილური, რომელიც იმას ჰქონდა, იქვე დაგდებული ყოფილა და მე ვიღაც ქალს მეეზოვეს აუღია და ის მობილურიც ნახეს, მაგრამ თავარი ეს არ არის, თავარი ეს არის შინაარსი, მაგრამ ახლა პოლიციელებმა მაშინვე მიიღეს ზომები, რასაკვირველია, რომ ყვალი აეღოთ, თითის ანაბეჭდები აეღოთ მანქანაში, როდესაც ჩაჯდა ეს ადამიანი, აღწერა ამან, რომ ხალი აქვს მარცხენა მხარეზე, ლოყაზე და სხვადასხვა კეხიანი ცხვირი და ასე შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად არ ემთხვევა ამ ლაშა მაჭავარიანის აღწერილობას, თითების ანაბეჭდებიც არ ემთხვევა კარებზე, ბუნებრივი მანქანის კარებზე. და ამის შემდეგ დაიწყეს და რაც თავარი ეს ბიჭი ცხოვრობს იქვე ნუცუბიძეზე და ახლა ნორმალური ადამიანი, რომელიც მანქანის დაყაჩაღებას მოინდომებს, თავის კორპუსთან არ მიაყვანებს და არ გააჩხრეკინე, არ კვალს არ ააღებინებს, ხო, მაგრამ ამის მიუხედავად ის უკვე 10 მარტს ფაქტიურად გაიტაცეს, ისე რომ არც არავის შეეტყობინებიათ, 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ყავდათ იქ და ახორციელებდნენ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, არ ამბობს ის, რომ მასზე იყო ფიზიკური ზეწოლა, თუმცა ფსიქოლოგი არც ოჯახში დაარეკინეს, არც ადვოკატთან არავისთან იყო მუქარები, რომ აი შენ ხარ ნამდვილად ეს. რატო? იმიტომ რომ ახალი გამოსულია ციხიდან, ადრე არის ნასამართლევი და იქ ცხოვრობს იმ უბანში.
და ნუ ხო რაც თავარია სუნი საქმის მასალებში აი ჩვენ აქ გვაქვს საქმის მასალები არ არის ამ ოდოროლოგიური ექსპერტიზა ქვია ამას ადამიანი რომ იჯდა იქ და მისი სუნის ნიმუში აიღეს და თვითონ ამ ლაშასგანაც აიღეს სუნის ნიმუში არც ის დაემთხვა არც თითების ანაბეჭდი დაემთხვა მაგრამ ეს ადამიანი დღეს პატიმრობაშია დავით ხიზანაიძე ყველა იცნობთ ალბათ ამ პროკურორს რომელიც არაერთ ისეთ ძალიან საეჭო და გახმაურებულ საქმეზე გამოსულა და არაერთი უდანაშაულო ადამიანი დაუდანაშაულებია ამ საქმეშიც პროკურორია ადრე იყო ქალაქის პროკურატურაში მუშაობდა ახლა ვაკის საბურთალოს პროკურატურაში მუშაობს და ის იყო პროკურორი ეჭვიც არ შეპარვია და ნუ შეიძლება შინაგანა ძალიანად შეეპარა მაგრამ რადგანაც თქვენს რომ ეს არის აი დღემდე ის 15 აპრილს დააკავეს და შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა თუ არ ვცდები 6 ივნისს არის წინა სასამართლოს ხდომა დანიშნული აი ესეთი არანაირი მტკიცებულებებით მარტო იმიტომ რომ ის ადამიანი აღწერს და ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გაქვს რომ შემდეგ ფოტორობოტიც მას შემდეგ ხო კაპიშონი ქონდა ჩამოფარებული და კაპიშონში მან კეხიანი ცხვირის დაინახა ხალიც დაინახა არც ხალი აქვს ამ ბიჭს არც კეხიანი ცხვირი ამის მიუხედავად ამან თორმე ამოიცნო ეს ძალიან ხშირად ხდება რომ დაზარალებულებს ამოაცნობენ. ანუ ბატონ გელა რომ დავაზუსტოთ თქვენ ამბობთ რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ქონდა აი ამ ადამიანის რამდენიმე საათით გატაცებას იმის გამო რომ ის გამოსული არის ცოტა ხნის წინ ციხიდან სწორედ აი ამ ადამიანს აბრალებენ ახლა აი ამ საქმეს. დიახ ეს 10 მარტს რო გაიტაცეს ამ დანაშაულიდან 5 დღის შემდეგ იქ სურათიც გადაუღეს პოლიციის განყოფილებაში ხო იქ ყავდათ და ვასავარაუდოთ ამ სურათის შემდეგ კაპიშონი წამოახურეს და ისე გადაუღეს და ფოტორობოტი ეგრეთ წოდებული შეადგინეს რომ ამ კაცს მერე ამოეცნო ვიმეორებ მიუხედავად იმისა რომ ამას არც ხალი აქვს არც კეხიანი ცხვირი აქვს კაცი ამბობს რომ კი მე ამოვიცანი ეს იყო და იმის გამო რომ არის გამოშვებული ხო ფაქტიურად სხვანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმის მასალები აქ არის და როდესაც აი სუნი არ ემთხვევა, თითის ანაბეჭდი არ ემთხვევა, ხა ადამიანი ჩაჯდა არ უთქვამს ამას, რომ ხელთაც მანი ეკეთაო, ხო? გაიღო და რამდენიმე წუთში ფაქტიურად მანქანასთან მივიდა, ხო? სუნს როცა იღებენ, ეს სუნის ექსპერტიზაც ცნობილია. არც ერთი არ დაემთხვა და რომელი ორი შვილი და ის კი რაც ორიც არ ყავს ახლა ახალგაზრდა ბიჭია, 4 წელი პატიმრობაში გაატარა, 17 წლიდან ციხეში იჯდა და დღეს ისევ ფაქტიურად ცხოვრებას უნგრევენ. იმის გამო რომ საქმე გახსნა. ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ ესეთი ძველი მეთოდებით მუშაობის პრაქტიკა ისევ გრძელდება. აი ეს მინდა მე ვთქვა რომ პოლიცია, პროკურატურა მიუხედავად იმისა რომ თითქოს ახალ რელსებზე გადავეწყვეთ ამბობენ, მაგრამ ვინაიდან სხვანაირად მუშაობა ძალიან ბევრ პოლიციელს, ძალიან ბევრ პროკურორს უბრალოდ არ შეუძლიათ როგორც ჩანს ეს ერთი შემთხვევაა რომელსაც ჩვენ შევხვდით თორე როგორც ჩანს ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა და სამწუხაროდ ესე გრძელდება. ჩემი კოლეგა ბატონი გია დაამატებს ახლა კიდე და თუ რაიმე შეკითხვები გექნება არა შენ ბატონმა გელამ თქვა რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორცელდებოდა და აი რაზე წოლაზე არის საუბარი თუ შეგიძლიათ მოგახსენებთ მოგესალმებით პირველ რიგში ხა ჩვენ ძალიან სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა თუ 1 ოქტომბრის შემდეგ ისევ ასეთ უკანონობის ზალადობის შეურაცხყოფის ფსიქოლოგიური ზეწოლის და ასე ვთქვათ ტერორის საკითხებზე გვექნებოდა დღეს კიდევ საუბარი ეს არის ფაქტი უდაოდ ხა რაც შეეხება რა ზეწოლებზეა საუბარი მე ახლა მიჭირავს ხელში ბრალდების დადგენილება პირის ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აი ხა ნებისმიერმა იურისტმა საქართველოში თუნდაც პირველ კურსელმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა რო წაიკითხოს აი ამ ბრალდების ფორმულირება იწყება მისი წინა ნასამართლობიდან. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა მე ამ ადამიანების გასაგონად ვლაპარაკობ, ვინც ეს ბრალდების დადგენილება შეადგინა, ალბათ გვისმენენ, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა მათ გასაგონად ვამბობ, ახალი კანონმდებლობა აი ამას არ იცნობს, რომ ადამიანს ბრალს უყენებდა კონკრეტულ დანაშაულში და პირველ წინადადებად ბრალის დადგენილებაში მის ნასამართლობას იხსენიებდა. ამას კანონი აღარ იცნობს. ამიტომ ჩვენ გვინდა მარტივად ვთქვათ, აი ამ ბრალის დადგენილებიდანაც ჩანს, რასთან გვაქვს საქმე, ეს პირველი. ხა შემდეგი კონკრეტული გარემოებები. ბატონმა გელამ მოგახსენეთ, რომ 15 აპრილს დააკავეს, თითქოს 15 აპრილს დააკავეს ეს ბავშვი, ახალგაზრდა პიროვნება ლაშა. 15 აპრილამდე სამჯერ ყავდათ ეს ბავშვი გატაცებული პოლიციას, ვაცხადებთ საჯაროდ, ვაცხადებთ, იმიტომ რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციები გაშთება ძალიან მალე.
სხვადასხვა განყოფილებაში ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა განყოფილებებში მიყავთ ეს ბავშვი. არ მიყავთ ნუცუბიძის განყოფილებაში, სადაც დანაშაული დაფიქსირებულია და სადაც ეს ცხოვრობს მარტივი მიზეზის გამო, რომ ოჯახს არ მიეგნო. ხა ეს ხომ ფაქტია, რომ აქ უკვე უკანონობასთან გვაქვს საქმე, რა უნდა ადამიანს ჩვენ ზეპირად ვიცით რომელ განყოფილებებში იყო ეს ბავშვი, რა უნდა ადამიანს სხვა პოლიციაში იმ რაიონის, როდესაც დანაშაული ხდება ნუცუბიძის პლატოს პოლიციის ქვემდებარე ტერიტორიაზე. ეს ხო ძალიან მარტივია, ხო? ერთ-ერთი განყოფილებაში ყოფნის დროს და მიყვანის დროს იმდენად ისეთი არანორმალური ზეწოლის ხვეშ მოხდა ეს ბავშვი, გახდა ცუდად. იქ ცემაზე აღარ ვსაუბრობთ, ის ცემის ფაქტებიც იყო. ამის შემდეგ უკვე მდგომარეობიდან გამოსასვლელად ეს ბავშვი მიყავთ ნარკოლოგიურ დისპანსერში, ბუნებრივი არანაირი დადგეს ნარკოლოგიური კვალი ამას არ აქვს, მიყავთ უკვე ნარკოლოგიურ დისპანსერში, იმიტომ მიფიქრეს ალბათ, რომ რაიმე მძიმე შედეგი არ დაგვიდგეს და ეს ბავშვი უბრალოდ დაარეგისტრირეს ნარკოლოგიურ დისპანსერში. აბსოლუტურად სუფთა საბუთები. საქმეში ეს ნარკოლოგიურის საინტერესო რა არის? ნარკოლოგიურის დოკუმენტაცია არ ჩანს სისხლის სამართლის საქმეში. ეხლა ბუნებრივია ის იურისტები, რომლებსაც ეს საკითხი ჰქონდათ გამოსაკვლევად, გვეტყვია, რომ ნარკოლოგიურში შემოწმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხებია, თუმცა კონკრეტულ საქმეზე ვალდებულები არიან, რომ ესაც საქმეს ჩადონ. არც ეს არის ვინაიდან ნარკოლოგიური ზემოქმედება მას არ ქონდა. ეხლა ვინ დაიჯერებს საქართველოში მას, რომ მართლა მიზანმიმართულად, ეხლა როდის იყო პოლიცია შემთხვევით ნარკოლოგიურში ატარებდა, ხომ? ან წინასწარ ყველა იციან. ანუ ეს საკითხიც მეტყველებს იმაზე, რომ ნარკოლოგიურში აბსოლუტურად შემთხვევითაა ეს კაცი წაყვანილი. ეხლა ჩვენ გვინდა ერთ ძალიან საინტერესო დეტალს მივაქციოთ ყურადღება. ეხლა ბატონმა გელამ თქვა და დაასახელა იმ კონკრეტული პროკურორის გვარი, რომელიც არაერთხელ და ავად სახსენებელი მაშინ ჩვენთვის ეს ვაკე-საბურთალოს პროკურატურა აუღებელი ციხესიმაგრე იყო და ეს იყო ბასტიონი უკანონობის, ეს იყო პროკურატურა, სადაც საპროცესო შეთანხმებას არც ერთ ადამიანს არ უკეთებდნენ, როგორც წესი, თუ მისი ოჯახის წევრები ან გარეთ თავისუფლებაში მყოფი ბრალდებული ნაციონალური მოძრაობის სიაში არ დარეგისტრირდებოდა. ამის არაერთი ფაქტი გვაქვს ჩვენ და ალბათ გვისმენს ახლა ის ხალხი, ვიზეც საუბრობთ, ეს ერთ-ერთი მათ შორისაა ეს ხიზანაიძე, ეს ვინმე დავით ხიზანაიძე. ეხლა სამწუხარო ფაქტი არის რა? აი რასაც ჩვენ ყვებით ამ ადამიანის პოლიციებში გატაცებას. რასაც ჩვენ ყვებით ამ ადამიანის მიმართ ზეწოლას. რასაც ჩვენ ყვებით, რომ რეალური დაკავების ოქმი გაკეთებულია 15 აპრილს და 15 აპრილამდე არაერთხელ ეს ბავშვი გატაცებული იყო. არც ერთ შემთხვევაზე არანაირი რეაგირება პროკურორის არ ხდება. ეხლა ჩვენ ელემენტარულად შეკითხვას ვსვავთ, თუ არა პროკურორი, მაშ ვინ უნდა მოახდინოს ამ უკანონობაზე რეაგირება? ბუნებრივია ჩვენ მის ინტერესებს ვიცავთ, სასამართლოში მოგვიწევს ალბათ წასვლა ისე ჩანს უკვე ამ საქმიდან, მაგრამ რატომ არ უნდა მოახდინოს პროკურორმა რეაგირება? ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ეხლა იმ ადამიანებისთვის, იურისტებისთვის ძალიან მარტივად მიხვდებიან, ეხლა ჩვენ რასაც ვამბობთ. სამჯერ როგორც მინიმუმ ეს ბავშვი სამჯერ ყავთ წაყვანილი ჩუმად სხვადასხვა პოლიციის განყოფილებაში. და კურიოზი იცით რა არის? ყველა ამის წაყვანის შემდეგ საქმეში ჩნდება დაზარალებულის ახალ-ახალი ჩვენება, სადაც ეს დაზარალებული ყველა ამის ბუნებრივია, ხა ძალიან მარტივი რაღაცა ხომ? მიყავთ ეს ბავშვი დაზარალებულს ანახებენ საიდღაციდან, ეხლა ნუ მაგი გასაგებია დღეს ახლა საქართველოში ვაკ ყველა მიწის და დაზარალებულის 4 ჩვენებაა. ასეთი რამე 4 კი არა, შეიძლება 100-ჯერ დაკითხო დაზარალებული გამოძიების ინტერესებიდან, მაგრამ ეს ძალიან იშვიათობაა დღევანდელ დღეს, რომ დაზარალებული თანაც ზუსტად ემთხვევა ყველა ამ ბავშვის ჩუმად გაყვანას და ანუ გატაცებას და ამის დაბრუნების შემდეგ როგორც წესი ეს ბავშვი 3-4 საათს ყველაზე მინიმალურ დროს ყოფს პოლიციის განყოფილებაში როგორც წესი. ეხლა და ანუ განთავისუფლების შემდეგ ჩნდება ამ დაზარალებულების ჩვენება. ეხლა ძალიან მარტივ რაღაცასთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, ეხლა ჩვენი გამოსვლის შემდეგ ალბათ ყველანი ყველაფერს მიხვდებიან და დაიწყება ამ ვიდეო კამერების ფირების ალბათ გაწმენდა, გაქრობა, როგორც ხდება. ჩვენ ხო ვიცით ეს რომელ განყოფილებებში ყავდათ, მაგრამ ჩვენ გვინდა ერთი რამ ვთქვათ, რომ უბრალოდ ძალიან უხერხული თემაა ეს და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როდის იყო დამყაჩაღებელი თავის სახლის კორპუსთან მიყავდა დამყაჩაღებელს დაყაჩაღებული ავტომანქანა და როდის იყო იმ დაყაჩაღებულ ავტომანქანაში
თითქოს და დაყაჩაღებულ მობილურს იქვე სადარბაზოსთან აგდებდა და სხვათა შორის ის ნაგვის მეზოე ქალმა იპოვა და აი ზუსტად აქედან კიდევ ერთხელ პოლიციას და პროკურატურას აქვს ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა და რა ისევე როგორც აი ბრალდების დადგენილებაში მისი ნასამართლობიდან იწყებენ ფორმულირებას ისევე ზუსტად იქ მაცხოვრებელი ადამიანი მოძებნეს ნასამართლები და ეს ზუსტად იმ კორპუსის მაცხოვრებელი დააკავეს ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი ანუ აი ნებისმიერი ყველაზე გაუკუღმართებული ლოგიკაც რო ავიღოთ, ხო? ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს არის ძალიან კურიოზული და სამარცხვინო ფაქტი. ამიტომ ხა ჩვენ არ ვლაპარაკობთ, ძალიან ბევრი დეტალია, ძალიან სამარცხვინო. ავტომანქანა, სადაც თითქოს ეს ბავშვი იჯდა 40 წუთი და არც ხელთათმანიც მია ხელზე არაფერი, იმ მანქანაში ვერ იპოვეს ამ ბავშვის თითის ანაბეჭდი. 4 თითის ანაბეჭდი ამოღებული. 4 კი არა, შეიძლება 10-იც იყო ამოღებული, მაგრამ ეთყობა ამდენი თითიდან რო გამოეჩინათ 10 ანაბეჭდიდან არც ერთი არ არისო, უფრო სალაპარაკო გახდებოდა და 4 თითიდან ვერ დაამთხვიეს ვერც ერთი. ანუ ჩვენი მის თქმა გვინდა რომ აი ძალიან უხერხული ესეთი კურიოზულ სიტუაციაში ვართ უბრალოდ დღეს კიდევ ჩვენ ნამდვილად არ გვეგონა კიდევ ერთხელ ვაცხადებთ რომ იურისტებს მოგვიწევდა იმ თემებზე საუბარი რომელზეც ვერც კი წარმოგვედგინა 1 ოქტომბრის შემდეგ საუბარი და აი ეხლა ეს დეტალები ყველა დეტალს ბუნებრივია ჩვენ ვერ მოგახსენებთ იმიტომ საქმიდან გამომდინარე და ვაცხადებთ რომ ეს არის შეთითხნილი საქმე ეხლა ვისაც ეს ეხება და ვისაც ეს ხელეწიფება ამ უკანონობისთვის მართლა გადაწყვეტილების მიღება ჩვენ ძალიან ვთხოვთ ამ ხალხს დაინტერესდნენ ამ საქმით. ბატონ გელას ბუნებრივია. სამართლებრივია. მე გეტყვით ერთ რაღაცას გეტყვით ჩვენ რა თქმა უნდა სასამართლოს იმ შუამდგომლობებით რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს მივმართავთ არის წინა სასამართლოს ხდომა ჩვენ მივმართავთ რა თქმა უნდა სისხლის სამართლისმცემლობრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობით და მე ვერ გეტყვით რომ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს მაგრამ არც თლა თუ იმედობა იმიტომ რომ პრეცედენტები არის გარკვეული უბრალოდ ჩვენ გვინდა იმ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს მივმართოთ და უთხრათ რომ დღეს 2013 წლის აპრილია და არა 2012 წლის აპრილი ან 11 წლის აპრილი და ცოტა გამოიბერტყონ ყურები და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ისევ და ისევ ხდება აი ამ ქვედა ან საშუალო დონეებზე და არც ის არის გამორიცხული რომ შეგნებული და საბოტაჟიც იყოს ეს ვიღაცეების მხრიდან რომ დაანახონ რომ აი ციხიდან გამოსული ხალხი ხედავთ ამ ხელისუფლებამ რო გამოუშვა როგორი დამნაშავება არც ამას გამორიცხავ მაგრამ უფრო მგონია რომ უბრალოდ სხვანაირად ამ ადამიანებს არ შეუძლიათ მუშაობა ვისაც სხვანაირი მუშაობა არ შეუძლია კანონს დაქვემდებარებული წესებით არ შეუძლია მუშაობა ის უნდა წავიდეს ეს არის მოთხოვნა პროკურატურის მიმართაც და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კიდე ძალიან კურიოზული დეტალი მინდა გითხრათ რობოტი რომელიც შედგენილია თითქოს და დაზარალებული ფოტორობოტი პირადობის მოწმობიდან არის გადაღებული ეს არის აი ანეკდოტი უბრალოდ ადამიანს აი 10 საათი რო უყურო 10 საათი ასეც ფოტორობოტს ვერ გააკეთებ პირადობის მოწმობიდან ასეთი რამე კურიოზია პირადობის ამბავშის პირადობის მოწმობიდან გადაღებული ფოტორობოტი გვაქვს. აი რაზე უნდა ვილაპარაკოთ. თქვენ გაგიგიათ ნები ყველაზე ცნობილი კრიმინალისტებიც კი დედამიწაზე ვერ ადგენენ ეს პირადობის მოწმობაზე დამთხეულ სურათს. პირადობის მოწმობიდან გადაღებული სურათია. ნახეთ და თან ეს ის რობოტია, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ანეკდოტური. ეს ის რობოტია, აი ეს ის რობოტია. ფოტორობოტი, რომელიც დაზარალებულმა 6 მარტს დაკითხული დაზარალებულია და 8 მარტს დაზარალებული 6 მარტის დაკითხვაში აცხადებს რომ კაპიშონი ეხურა სახი არ მინახავსო ჩვენებაში და აი ესეთ რობოტს აკეთებს დაზარალებული ჩვენების აღწერს. აი ხა გეკითხებით, ნუ ეხა ეს თუ სერიოზულია და ამას ვინმე დაიჯერებს დედამიწაზე, დავიჯეროთ ჩვენს და მადლობა უთხრათ მათ. ადამიანი დაზარალებული 6 მარტს ჩვენებაში აცხადებს რომ კაპიშონიანი კაცი მეჯდაო და ხო, ნუ აი თუ არა რომ მინისტრი უნდა დაინტერესდეს აი ამ კონკრეტული საქმით და იგივე გენინსპექციას დაავალოს ამის გამოძიება, იმიტომ რომ ჩვენ მაგას ვამბობთ ზუსტად უბრალოდ ძალიან დიდი თხოვნა, ეხა ბატონ ირაკლის ობიექტურობაში ეჭვი არ გვეპარება და არც ბატონ არჩილის. ხო, ეხა ამაზე ცალსახად ჩვენ თახვდებით და ეხა ეს იმედი რო არ გქონდეს, ბუნებრივი აქ არც ვიждდებოდით ჩვენ.
ძალიან აი გეუბნებით რომ აი უაღრესად კურიოზულ და ძალიან ცუდ საქმესთან გვაქვს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ხა მორალური ასპექტიც. ეს ბავშვი არასრულწლოვნების ასაკში დააკავეს, ეს ჩვენი დაცვის ქვეშ-ყოფი და დღეისათვის ემზადებოდა მასწავლებელთან ფიზიკურად არსებობს ცოცხალი ადამიანი, ემზადებოდა საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის, გესმით? ვერ მოასწრო დამთავრება მაშინ და ემზადებოდა. ესე იგი ატრიალებენ უკან ამას და ამასაც აღარ ასწია, რომ ანუ ეს სწავლა-განათლების შანსი ხომ მიცა სახელმწიფომ, ქვეყანამ, რომელმაც მიცა ახალმა ხელისუფლებამ ადამიანს შანსი რომ ისწავლოს, ადამიანს დაემსგავსოს, ესენი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, იგნორირებას უკეთებენ და ამ კაცს ისევ ატრიალებენ ციხეში და ეხლა კურიოზი ის არის, რომ ეხლა ეს ბრავდებელი ეხლა აღარ მინდა წამდაუწვა ამ ადამიანის გვარი ვატრიალოთ, ეხლა ეს უნდა გამოვიდეს სასამართლო, წინა სასამართლო არსებით პროცესებზე და უნდა დაიწყოს იმის მტკიცება, რომ აი ეს ბავშვი არის დამნაშავე. აი ეს პირადობის მოწყობის სურათია, ეს საქვეყნოთ ვაცხადებთ. ეს არის სირცხვილი. და მე ვთხოვ ნებისმიერ კრიმინალისტს, რომელიც გვიყურებს, კრიმინალისტს, თუ ასეთ ფოტორობოტის აღწერა შეიძლება დღეს საქართველოში ადამიანმა კაპიშონიან კაცს 9 საათი უყუროს, შუბლიც არ უნახია და აი ესეთი ფოტორობოტი აღწეროს, კიდევ ვაცხადებთ, ესე იგი ჩვენ არაფერი საერთოდ არ გვწოდნია და ერთმა ხელი მომმართოს იმ დაზარალებულს. ეს არის ჩვენი უბრალოდ ძალიან ისეთი კურიოზული, აი ამასთან გვაქვს საქმე, მაგრამ უბედურებაა, იმიტომ რომ ადამიანს მარტივად ღუპავენ, აი ეს არის ჩვენი პრობლემა.